ინგლისურად სიტყვა უნდა ითარგმნება როგორც have to, მაგალითად. ჩვენ უნდა ვისაუზმოთ და შემდეგ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. We have to eat breakfast and then we have to work. მე უნდა ვიყიდო საჭმელი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვისაუზმოთ. I have to buy food because we have to eat breakfast. და ასე შემდეგ. ინგლისურ ენაში არის სიტყვები, რომლებსაც თუ მოყვება. ასეთი სიტყვები უნდა დაიზეპირო. როდესაც სიტყვას თუ მოყვება, თუს მერე in აღარ გამოიყენება. დაიზეპირე შემდეგი სიტყვები. Go to წასვლა. Arrive to ჩამოსვლა. Come home სახლში მოსვლა. Take a shower შხაპის მიღება. Go to bed დასაძინებლად წასვლა. მე უნდა ჩამოვიდე ბრუკლინში, იმიტომ რომ მე უნდა ვიმუშაო. I have to arrive to Brooklyn because I have to work. თქვენ უნდა წახვიდეთ თბილისში, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. You have to go to Tbilisi because we have to work. შენ მოდიხარ სახლში, იმიტომ რომ უნდა ისაუზმო. You come home because have to eat breakfast. დაიმახსოვრე შემდეგი სიტყვები. Work სამსახური. Take a photo ფოტოს გადაღება. Pour დასხმა. Coffee ყავა. Tea ჩაი. Milk რძე. სიტყვა მათ ითარგმნება როგორც they. ჩვენ უნდა გადავიღოთ ფოტო და შემდეგ წავიდეთ სამსახურში.
We have to take a photo and then go to work. მათ უნდა დაასხან რძე. They have to pour milk. თუ მოგეწონა ჩემს მიერ ახსნილი გაკვეთილი და გსურს ინდივიდუალურად მეცადინეობა, მომწერე პირადში.